მოგესალმებით ნაზის სარგველაზე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემს გადაცემაში მობრძანდა ორი შესანიშნავი პიროვნება. მინდა მათ დიდი მადლობა გადაუხადო, რომ ოქროს წუთები გაიმეტეს და მობრძანდნენ ჩემთან გადაცემაში. ესენი გახლავან ბატონი ილია ნიშნიანიძე, რომელიც არის სამხატვრო ხელმძღვანელი. და კალბატონი ნაირა ქერხიშვილი მენეჯერი. თქვენი სახელით მე ჩემ ძვირფას სტუმრებს მივესალმები დიდი პატივისცემით და მინდა გავიგო თუ რა ხდება კათარსისში. მიამბეთ ბატონო ილია, თქვენგან უნდა დავიწყო. დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისათვის და გაცნობისათვის მთლიანად საქართველოსათვის, რომ არსებობს ასეთი ორგანიზაცია კათარზისი, რომელიც ძალიან დიდ ქველმოქმედებას ეწევა მთელი ქალაქის მოსახლეობისათვის. აქვე დავამატებდი იმასაც, რომ ჩვენ გვაქვს ფილიალები, აი ზესტაფონში, ნამდვილად ჩვენი კათარზისი არსებობს ასეთი ფილიალი, რომელსაც ჩვენ კურირებას უწევთ, მაგრამ იქაც ემსახურებიან ისინი და ეხლა სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გავხსნათ ქუთაისში, რუსთავში, თელავში და ასე სხვა. ბათუმში თუ არის. ვაპირებთ, რომ სხვათა შორის. ძალიან კარგი ჩემი ქალაქია და ძალიან გამეხარდება. ძალიან კარგი იქნება და ვაპირებთ, რომ ესე იგი გავაფართოვოთ ჩვენი კათარზისის არეალი. ეხლა რაც შეეხება კათარზისს. კათარზისში პირადად ეხლა მე არ ჩამომართვათ პირადულ ხებაში, უკვე 20 წელი მიხდება 25 დეკემბერს, რაც მე უკვე კათარზისში სამხატვრო ხელმძღვანელად და რეჟისორად მუშაობ. და ალბათ იუბილარი ვარ. სამპატიეთ რო გექნებათ უბილე, აუცილებლად მოვალ და თეთვარდებს გიმღერებთ იქ. დიახ, მარტო სიტყვით გეტყვით, რომ როდესაც მე მოვედი კათარზისში, ახლად ეყრებოდა საფუძველი აი ამ მხატვრულ თვითშემოქმედებას. რაც ნიშნავს მხატვრული თვითშემოქმედება? ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსული ბენეფიციარები ჩვენთან, რომლებიც არიან, მათ გარდა დანაყრებისა, რასაც ჩვენ ვყვებავთ მათ, მიუსაფარ მოსახლეობას, ვინც შემოდის და აღრიცხვაზეა ჩვენთან, ამის გარდა მათ აქვთ სულიერი საზრდო. სულიერ საზრდოში რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ გართობა აქვთ კვების შემდეგ შახმატი უნდათ, ნარდი უნდათ, დომინო უნდათ, კარტი უნდათ, ზევით არის მოწყობილი. ბიბლიოთეკა და ძალიან კარგი. ბიბლიოთეკა გადასარევი, უამრავი ლიტერატურით, ასე რომ იქვე გვერდით საქალაქო ბიბლიოთეკაა, მაგრამ არავინ არ გადადის, იმდენად დიდი ფონდი გვაქვს. ასე რომ ძალიან საინტერესოდ გადასარევი ბრწყინვალე მანდილოსანია, რომელიც უძღვება ბიბლიოთეკურ საქმეს. ამის გარდა ყავა მოუნდებათ, ყავა საგვაქვს, ბარი გვაქვს და ექიმი გვყავს, თუ კი რაიმე ახლა რა თქმა უნდა ხანდაზმულებს. დიახ. ხშირად ან წნევა უწევთ, ან ცუდად ხდებიან და ექიმი გვყავს, რომელიც ყველანაირად ბად ეხმარება. გარდა ამისა, ჩვენ ახლა 450 ბენეფიციარი გვყავს ჩვენთან. 450 ბენეფიციარი. რომლებიც გაიხსნება თუ არა უკვე ჩვენთან 11 საათზე, 12 საათზე ხსნით უпроსორად, შემდეგ 3 საათამდე ეს მათ იციან რომ ის მოვიდნენ, რომელ საათზე ხდებიან, მიირთმევენ ისინი, არავითარ ზედმეტ მოძრაობას ისინი არ აკეთებენ, რომ აი ვთქვათ, გადაიტვირთონ, მიიტანონ თავიანთი თებშები და ასე შემდეგ. არა, ისინი მოვლენ, დასხდებიან, მოართმევენ
შემდეგ დაამთავრებს, ადგება და გამოდის. დანარჩენი უკვე თითოეულ მოსახურე პერსონალი ყავთ, რომელიც მათ ემსახურებიან. ამის შემდეგ როდესაც გამოდიან, ბაღში სხედან, ისვენებენ, საუბრობენ, დიალოგი აქვთ და ყველაზე მთავარი რაც არის, თუ კი გართობას მოინდომებენ, თითქმის თვეში 2-ჯერ, 3-ჯერ გვაქვს კონცერტი ჩვენთან. კონცერტი, სადაც მოდიან, ესწრებიან, თვითონაც და პარალელურად რაც მთავარია, დავაარსეთ ნოსტალგიის თეატრი. ნოსტალგიის თეატრი, სადაც არაპროფესიონალები არიან ჩვენთან. ზოგი პროფესიონალია, ზოგი არაპროფესიონალი, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, რომ კარგი სპექტაკლები დავდგათ. ძალიან კარგი. და მართლაც ვდგამთ კარგ სპექტაკლებს, ისეთი გამოჩენილი ავტორებისა, კლდიაშვილი, ილია ჭავჭავაძის, ოთარ ანტკვრივი და ასე სხვადასხვა ავტორების სპექტაკლები იდგმება ჩვენთან. ყავს ერთ-ერთი მართლაც ყავდა ეს ხაზი უნდა მინდა გაუსვა მარჯანიშვილის ყოფილი მსახიობი. 90 წლის იყო ლევან პაპიძე, რომელიც ჩვენთან მონაწილეობდა და თამაშობდა. ძალიან მივესალმებით. ქალბატონი აგერ ჩვენ გვესწრება აირა ქერხიშვილი, პროფესიონალი, რომელიც სპექტაკლებში რა თქმა უნდა დაკავებულია და თამაშობს ბრწყინვალედ და წამყვანია თითქმის ჩვენთან თეატრში. ეს არის ჩვენი ნოსტალგიის თეატრი და ამის გარდა კიდე რა თქმა უნდა ვყავს ჩვენთან 15-მდე მანდილოსანი, რომელიც სადღეღამისოდ არიან ჩვენთან. რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი სახლი, კარი და ისინი იქ ათევე ღამეს მათ ყველანაირი მომსახურება გააჩნიათ. დიდი მადლობა ქალბატონო ნაზი, თქვენ ბედნიერი ვარ თქვენ სტუდიაში რომ შემობრძანდით და კეთილი იყოს აი ამ მოკრძალებულ სტუდიაში ჩვენი შემობრძანება. იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით. არაჩვეულებრივად ლამაზად გამოიყურებით და გითხრათ ძალიან მიყვარხართ მე თვალს ვადევნებ თქვენს ღონისძიებებს თქვენს სტუდიაში ჩანაწერებს და ძალიან სიამოვნებს თითოეული სტუმრის მობრძანება თქვენი საუბრები და მახარებს მიხარია მიყვარხართ დიდი მადლობა ქალბატონო ნაირა რაც შეეხება ქალბატონო ნაზი ჩვენთან ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი პირობები როგორც აღნიშნა ბატონმა ილიამ არაჩვეულებრივი შესანიშნავი ეზო დიახ რომ გაბრძანდებით აი სულსა და გულს უხარია ფანტანი მოდის ეზოში სკამებია ჩიტები ჭიკჭიკებენ ნაირ-ნაირი დეკორაციებით არის ეზო გალამაზებული და ჩვენ ხშირად ვატარებთ კონცერტებს ეს კონცერტები არის ჩვენი სულის ზეიმი ბენეფიციალების სული და გული სადაც სულიერ საზრდოს ღებულობენ იქ მარტო ამისთვის არ მიდიან ეს ძალიან ხასგასმით მინდა იცოდნენ რომ ხშირად ამბობენ რომ იქ რა უნდა რატო მიიყვანეს მშობელი არა პირიქით იქ ხდება სიცოცხლე იქ არის ურთიერთგაცვლა ბენეფიციალების ერთმანეთთან და კონცერტები თუ ტარდება ვატარებთ ეზოში როცა კარგი ამინდებია დიახ და ჩვენ ყავს კარგი ბენეფიციალები რომლებიც პოდიუმზე ელოდნენ მონაწილეობას დიდი სიხარულით ლამაზი კაბებით გამოპრანჭულები მობრძანდებიან ცეკაცებით და დიახ და ჩვენ ვნახავთ აი ამ ჩვენ ეხლა გავუშვებთ ამ ვიდეოს სადაც ქალბატონები და ბატონები კარგი ჩასულები პოდიუმზე გამოდიან და მადლობა თქვენ ამისათვის ძალიან სახალისოა მოგიწევთ როცა იქნება ჩვენ ახლა გავუშვებთ დიახ
შემდეგი ბატონო ილია მე დავამატებდი ერთ რას იმას რომ უღრმესი მადლობა მინდა გადავხატო მე ჩვენს ხელმძღვანელობას თავრობას პირველ რიგში ხელისშეწყობისათვის იმდენად რამდენადაც შენობა გამოგვიყვეს ხო შენობა გვაქვს არაჩვეულებრივი შენობა და ჩვენ თავრობა არ გვაფინანსებს მიუხედავად შემოწირულობაზე ვარ მაგრამ მაინც დიდი მადლიერი ვართ ჩვენ იმ ბიზნესმენების იმ სპონსორების რომლებიც ჩვენ გვასპონსორებენ და ეს გულისხმევა ყველაზე მეტად გამოიხატება ჩვენი ადმინისტრაციის მიმართ ბატონი ზაურ ალადაშვილის მიმართ და ნანა მუსხელიშვილის მოადგილე რომელიც ყველაფერს აკეთებენ ოღონდ რაღაცა მე პირადად როგორც რეჟისორმა ვთხოვო გახმოვანება ან დეკორაცია არაიმე ჩემთვის პრობლემა არ არის მუსიკალური ინსტრუმენტები და ასე შემდეგ და ახლა მაინტერესებს ბატონო ილია ვაჟა-ფშაველაძე თქვენთან დაიდგა სპექტაკლი დიდი მადლობა ხო აი ეს აუცილებელია მიამბეთ ამის შესახებ მიამბეთ დავდგით ჩვენ ახლა ბოლოს რომელიც მიმდინარეობს ახლა მსვლელობაში ყავს და ავირჩიეთ ვაჟა-ფშაველა განსაკუთრებით იმიტომ რომ ძალიან დიდი ბუნდერაზია რაზე ლაპარაკი გენიოსი პიროვნებაა და ავირჩიეთ მისი დაბადებიდან გარდაცვალებამდე ვაჟა-ფშაველას თვითშემოქმედება და ცხოვრება წარმოგვეჩინა და რატო? იმიტომ რომ ეს ისწავლება სკოლებში და ჩვენ გავდივართ ხშირად სკოლებში ვაჩვენებთ ამ სპექტაკლს და იმ კლასები გვესწრებიან და გვასწრებენ რომლებსაც ისწავლება ზუსტად ეს ვაჟა-ფშაველა და ჩვენ ისეთ დეტალებს ვეხებით იქ რომ სადაც შეიძლება მოსწავლემ ვერ ჩაწდეს ბოლომდე და ჩვენ რომ რატო უწუნებდნენ ვაჟას ენას და ენას გიწუნებ შაველო აწიო მაგალითისაო წერალმა ილიას სიტყვებია ეს რატო და რა პასუხი გასცა ვაჟამ წერეთ ის სიტყვებია დიახ ხაგიწერეთ ისია და პლუს ამას კიდე გარდა ამისა ძალიან ისეთი მთიულური თემაა წამოწეული წინ ბევრისათვის უცნობია თბილისელებისათვის რა არის აქ რა ბუნება რა სიყვარულია რა ადათ-წესს ქართულს ინარჩუნებს ეს მთიული ხალხი ეს ყველაფერს ჩვენ ვწერთ აი ამ სპექტაკლით და სხვადასხვის ერთი დაახლოებით 10 კაცი ყავს დაკავებული და ერთი პატარა გოგონა ყავს ჩვენ დამეხმარება კი შვილის ნუკრი მართლა ნუკრივით თამაშობს ძალიან კარგი რომელიც თამაშობს ამ სპექტაკლში და ვაჟა პაპა რომელიც შემოდის თავისი ნაბდითა და ქუდით და უზის ეს პატარა შვილიშვილი ეუბნება რომ აი რა სიტყვით ბატონო ვაჟა ისე ეფერება ერთი მეორეს ეს ძალიან არაჩვეულებრივი რაღაცა მე ჩვენ ახლა გავუშვებთ ამ ვიდეოს და მართალი გითხრათ ძალიან გამეხარდა რომ თქვენ სკოლებში დადიხართ და სკოლებში მოსწავლეებს აცნობთ რომ თქვენ ხმაწმოსილი პიროვნებები მიბრძანდებით მასთან ეს ნიმუშია ეს სანიმუშო საქციელია რომ თქვენ სკოლებში მიბრძანდებით და ეუბნებიან აი თქვენ ეუბნებით აი ჩვენ ვიცით ასე ვაჟა-ფშაველა და თქვენთან მოვიტანეთ ეს სპექტაკლი და განშა იყოს თქვენიო ხო ესეც არის მართალია ბატონი თუ არ ვაჟა-ფშაველას როლს ვინც ასრულებს ბატონი სულიკო ხეტეშვილი გარდაიცვალა და აი ეს სამწუხარო არის რომ ახლა და პატარა გოგონა ნამდვილად ისე თამაშობს რომ ბატონი სულიკო ღებულობდა როგორც მისი შვილიშვილი და ეს სოფიო გიორგაშვილი არის ესეც ღებულობდა როგორც მისი პაპა და იმდენად საინტერესო იყო ყველასთვის იქ მომუშავე ვინც თამაშობთ რომ აი მისაბაძია ნამდვილად და
ძალიან გამოგვიჩნდეს ვინმე სპონსორი, რომ აი ეს ჩვენი ხელში აიტაცოს ჩვენი ბაჟაფშარი. ყველაფერი შესაძლებელია. ეხლა თქვენის ნებართვით მე თავრო გავუშვათ. Arfili, nasze daczwili, mam orlew całomego, ecada deczas, adgoma magram, wecharad geruda, scalchas mica zemitres, gulispis, sischlis scheboda, ach dedat kwensas, olebo, sudros shangidat helada, toro, nachalvi, kwens, Bumbus, Gashlis, Gapandus, Gavada. მე მინდა გავახსენოთ ერთი ეპიზოდი თქვენის ცხოვრებიდან. თუ შეიძლება. იბადონო გისმენთ. ძვირფასობაში. როდესაც სულთნათი დიდი ილია ჭავჭავაძე და დიდი ნიკო ნიკოლაძე, რომლებიც ერთმანეთის ქვისლები გახლდათ, მოვიდათ კამათი, შეკამათდნენ. კამათმა იმ დონეს მიაღწია, რომ ლამის კი არა და მართლაც დუელში გამოიწვიეს ერთმანეთში. სასწრაფოდ ჩამოიყვანეს აკაკი წერეთელი. როგორ შეიძლება ორმა ბუმბერაზმა პიროვნებამ ერთმანეთი დუელში გამოიწვიოს? არ გასწრა აკაკი წერეთლის სიტყვა. ამის შემდეგ დიმიტრი ყიფიანი მოიწვიეს. ბატონო დიმიტრი არიქა გიშვერეთ. ორი ბუმბერაზი ქართველი ერთმანეთს დუელში იწვევენო. ვერც დიმიტრი ყიფიანის სიტყვამ გაჩერა. ვერც აკაკის სიტყვამ. და ვიღაცამ წამოიზახა. ვაჟა გვინდა, ვაჟა ჩამოიყვანოთ. ჩამოიყვანეს, ვაჟა, ჩამოგიყვანეს თქვენ. ჯერ პირველად მიესალმე საზოგადოებას და პირველად ილია ჭავჭავაძეს ჩაეხვიეთ და ხუში რაღაც ჩარჩურჩულეთ. ამის შემდეგ მიგზავნით ნიკო ნიკოლაძესთან. გადაეხვიეთ მასაც და ხუში რაღაც ჩარჩურჩულეთ. როგორც ილიამ და როგორც ნიკომ. ამის შემდეგ დაიძნენ ერთად და გადაეხვიდნენ ერთმანეთს. ჩაეხუდნენ, შენიდნენ. ამ დროს გაწმირებული აკაკი წერეთელი და დიმიტრი ყიფიანი გაოგნებული უყურებდნენ ერთმანეთს. ეხლა ყველას გვაინტერესებს მეც და საზოგადოებასაც. რა უთხარით ისეთი ბატონო ვაჟა ყურში რომ ეს სწრაფად შეარიდეთ ეს ორი ბუმბერაზი. ის კი არ არის ბიჭობა, რომ გამაგრებდნენ, მაგრობდე. იწს მაშინ დაგიძახებდი, თავის თავადა ვარგობდე. არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი ახრჩობდე. იწს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვის დაჩაგრულს წყალობდე. წერვალზე ვიდევ, თვალწინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენამზე მთვარე ვლაპარაკობდი.
ქვეყანა საკეთილდღეო ქვეყნისა ქონდა სულად და ქუდა და სიცოცხლე მისთვის სიკვდილი ქონდა მეორე რჯულადა გავაგრძელოთ შემდგომში ჩვენ გვაქვს სპექტაკლი დედამთილი ხო? აი მიამბეთ ამის შესახებ რა ვისი ვინ არის არაჩვეულებრივი სპექტაკლი არის ეს არის აზერბაიჯანელი შახმატოვის კარგად ვერ ვთქვი გვარი მაგრამ არა უშავს მაგრამ არა პრობლემა დიახ კომედია. ეხლა რა ხდება აქ? ესე იგი, შეყვარებულები არიან ქალი და კაცი, რომელმაც კაცმა მოიყვანა ცოლის სიყვარულით, მაგრამ დედამთილი ვერაფრით ვერ შეეგუა და იმდენი გააკეთა, რომ უნდა გააგდოს სახლიდან. გააგდებს ექიმი ქალი. კულტურული ნასწავლი, განათლებული, გააგდებს სახლიდან და მისი ვაჟიშვილი ძალიან დადარდიანებულია, წუხს აღარ იცის ახნავს, ვერაფერს ვერ აკეთებს, დეპრესიაშია და მეგობარს თხოვა დახმარება. მეგობარმა რა თქმა უნდა დახმარება გაუწია რომ მონახა მეზობელი, რომელიც არის მსახიობი და შეასრულებს მისი შეყვარებულის როლს. შეთანხმდებიან და ასე იგი მე ვასრულებ. შეთანხმდებიან და ეს მსახიობი ქალი მოვა მის ოჯახში, გაეცნობა როგორც დედამთილს გაეცნობა როგორც რძალი და მე ვარ შენი რძალი და მოკლედ ისეთი სიტუაციები ხდება ჩხუბი, აყალმაყალი იძულებულს ხდის რომ დედამთილმა მოიყვანოს ის რძალი რომელიც გააგდოს სახლიდან. დაიბრუნოს და გამოიყვანს აცეკვებს რა სიტყვებს აღარ აკადრებს, რას აღარ გველი ხარ, ფანჯრიდან გადაგაგდებ და კრიალოსანს ატრიალებ, ძალიან სახალისოა. ამ საზისხარი როლის შემსრულებელი, რძლის როლის შემსრულებელი მე ვარ. კიცალით და ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია. დღესაც გთხოვენ რომ ვაჩვენოთ ეს სპექტაკლი, რა ვიცი, რამდენად მოვახერხებთ. ალბათ მოვახერხებთ სახალისოა ძალიან კარგია და ბატონო არა ეს სამნი ვართ აი ამ მომენტში ვარ სამნი თორემ დანარჩენი დასაწყისში არა თვითონ ბატონი ილიას თამაშობს აიაზის მეუღლის ქალის მეუღლეს რომელიც გააგდეს სახლიდან. კიდე თამაშობენ 7 ვართ სულ მონაწილეები. მსახიობია დაკავებული ამ სპექტაკლში. ამ დედამთილში. სხვათაშორის ძალიან დიდი მადლობა მინდა წოდებული აღარ არის სოციალის დრამატურგი შახნაზაროვი ძალიან ჯერ შახნაზაროვი? ჩვენ მეგობრობდით. სპექტაკლი დაგვიტოვა სამახსოვროდ და ჩვენ ავიტაცეთ. სხვათაშორის ვერცად ვერ ვიპოვდით ეს სპექტაკლი. მე ვიცოდი ეს სპექტაკლი რო არსებობდა. დიახ. და გორიდან ჩამოვიტანეთ. გორში იყო დადგმული 30 წლის უკან აი ეს სპექტაკლი და იქიდან ამოვიბეჭდეთ და ჩამოვიტანეთ და გავაკეთეთ. რამდენი მოქმედებიანია? სამოქმედებიანი არის. ესეთ სახალისო არის იმდენად რომ მართლა ეგონება ვინმეს რომ მე ისეთი რძალი ვიყავი როგორც იქ ვასრულებ გავიგეთ ძალიან კარგი ეხლა იცი მე რა ვითა რა გიტა ჩემი ნახატ მინდა მუსიკა Gabriel,
ისველი. აი, შენ დაგასინებ აი ამ მამადი ჩაზრობას თამბაი როგორ მიყურებს როგორ შეგვეში რა გინდა გოგო რა გინდა ცოცხლებზე ხედი აგიღია და იმ კუდარს არასე ჯირას ელაპარაკები ეს კაცი ნომარის კუდარი რომ შენ მოკალი ორი გავხეთკე უყურე მე რომ გავხეთკე როგორ აი ესე შენ კადი ხალობით ვაი კარგი ვინ არის ეს მე ვერ მივდები უნდა წავიდე ჯერ უნივერ მახშინები კაცი რას მიყურებ მე მანიკურ შენ მე ფეხბურთი უნდა ვითამაშო აუ რა მაგარია ფეხბურთი არის დაკბა რა უნაკი აფაცეით კარგად არის ეხლა თქვენი ქალბატონები ძალიან კარგად მღერიან, განსაკუთრებით მეგრულ სიმღერებს. ამისი ჩვენ ვიდეო გვაქვს. ვინ არიან ეს ქალბატონები? ბატონო ილია, თქვენ მეგობრები არიან თქვენი? კი, სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ, მე რეჟისორსაც რა თქმა უნდა მეძახიან და რა კიდე რეჟისორი მაქვს დამთავრებული და ჩემთვის სახელმწიფო ანსამბლშიდაც ვეროდი მიმღერია და ვლოდვარო კიდევაც და სხვათა შორის ჩვენ გამოაკრათ ხოლმე განცხადებას წლის დასაწყისში სურველებს ვისაც სმენა გაქვს სურვილი გაქვს მოგზაურობთ ჩვენ დავსინჯავთ მათ ხმად გავუსინჯავთ თუ აქვს ტემბრი თუ აქვს სმენა და ასე შემდეგ ხებულობთ ჩვენთან დღეისათვის ჩვენ 22 გუნდის წევრი ვყავს და ვყავს ინდივიდუალური შემსრულებლები რომლებიც ინდივიდუალ გუნდშიდაც არიან და პარალელურად ინდივიდუალურადაც ასრულებენ სიმღერას აი მაგალითად მე მინდა გამოვკვეთო ნინელი კელაძე მარეხი მურღულია ზოია ციკლაური მანდილოსნებს ჩამოვთვლი ჯერ და მრავალი რა თქმა უნდა ბევრი და მამაკაცებშიდაც ვყავს თენგი დოლიძე ემზარ ნიკოლაძე რომლებმაც ბატონი ემზარ ჩემი მეგობარი ზოგჯერ ჩვენ ერთ ღონისძიებებზე თუ შევხვდებით ერთმანეთს აუცილებლად მღერივად მხოლოდ ჩვენ ერთს და ის მახსოვს ეს ჩვენ დუეტი გვაქვს და სხვათა შორის გიტარის ხავს დამღრელები ხავს ხანდურზე დამღრელები და თვითონაც უკრავე თვითონ ღერიან ალხანიშვილი ნაზი ძალიან თიულური კილო აქვს თვითონ და ძალიან მომწონს მისი სიმღერები და შეურჩევ ხოლმე რეპერტუარს ისე რომ მოერგოს თვითონ მომღერალს და ბევრი ასეთი ყავს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობელი ვარ მათი ყველასი რომ აი ძალიან ნებისყოფითა და გულისყურით ეკიდებიან თვითეულ სიმღერას თვითონ შემოვლენებიან ბატონი რომ აი ეს სიმღერა შევარჩიე ხომ არ მომიხდება რომ ვიმღერო მე კი ბატონო თუ კი ვაშას შევამჩნევ რომ კარგია და მოერგება ამას და ამიტომ სულ კონცერტები გვაქვს ძალიან
ძალიან ხშირად. როგორ იქნება უახლოეს პერიოდში დამპატიჟეთ მოვალი? კი ბატონო დამპატიჟეთ. აუცილებლად მოვალ, იმიტომ რომ შორის ძალიან გვესწრებია ჩვენთან თეატრშიდაც გოგი ქავთარაძე რამოდენიმეჯერ ესწრებოდა ჩემს სპექტაკლს. გიგა ლორდქიფანიძე ძალიან ხშირად შემოდიოდა ჩემთან, როცა ჩვენთან წერეთელზე იჯდა, იქ კაბინეტი ჰქონდა მოზარდახურებელთა თეატრსაც ვეძახით ახლა ჩვენ. იქ ჰქონდა კაბინეტი და შემოვიდოდა ჩვენთან და მეტყოდა ხოლმე როდის არის სპექტაკლი და შემოვიდოდა და დაგვესწრებოდა. და ასე რომ რა ვიცი, ხელოვნება და კულტურა დღეს კათარზისში არის თითქმის აი მოხერხული თუ არ იქნება კულმინაციას აღწევს. ისეთი პოია და შემოვიდა მომღერლებისა და მსახიობებისა, რომ მე მიადვილდება თეატრის დადგმა, სპექტაკლების დადგმა, მიადვილდება გუნდისათვის ინდივიდუალური შესრულება რომ გავაკეთოთ და საგუნდოს სიმღერები. ეხლა ჩვენ დედიკაცი ასეთი სახელით მივაწოდეთ და ვარქვით ჩვენს მოხუცებულ მამაკაცებს, რომლებიც 70, 75, 80, 82 წლის გაცილს გყავს, 87 წლის პიროვნებაც გყავს ჩვენთან, რომელიც ვიღებს და სხვათა შორის აი ესეთი ლამაზად გამოდის სინწყარო, შენ ბიჭო ანაღურელო და ესეთი ქართული ხალხური სიმღერები ეს არ მინდა გამოჩეს საგალობლებს ვაკეთებ გუნდთან ერთად, რომ ძალიან კარგია საგალობლებით უნდა იდგა ჯერ თავი მომღერალმა საგალობლებით და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩემს ნაპარნიკსაც დავარქვი, რომელიც ჩემს გვერდში დგას, მე არა ვარ თვითონ აგრძელებს რეპეტიციებს გუნდისას თუ სიმღერისას ინდივიდუალურად თუ თეატრს და დიდი მადლობა მინდა. ყველაფერი გამოვუდის, სხვათა შორის ქებაში არ ჩავომართვათ, ცეკვაც გამოვუდის, სიმღერაც გამოვუდის და თეატრში ხო მსახიობობაც გამოვუდის. ეხლა უკაცრავად განმეორნაზე მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო ილია თქვენ. ქალბატონო ნაზი, იცით რა სათუთი არის თითოეული ბენეფიციალის ბუნება. რა თქმა უნდა. გამიგეცა იმდენად სათუთად ეკიდება, რომ ღრმად უნდა ჩაწოდეს მის შინაგან სამყაროს. გამიგეთ და ეს ცოტა რთულია, მაგრამ ახერხებს ბატონი ილია. აი ამიტომ მე ჩემი მეგობრების სახელით ტრიო ყავს ჩვენ ჩაგეჭერით და ისა ტრიო ყავს, მომღერალთა გუნდი ყავს, გარდა თეატრის კიდევ მე მინდა ჩემი მეგობრების სახელით ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბენეფიციარების სახელით კიდევ მაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ შემოდიან გალაღებულები, გამარჯვებულები და მიდიან აღფრთოვანებული სიცილით და დიდი მადლობა. აქედან მოვიკითხავ კიდევ ყველას. დიახ, აუცილებლად. დიდი მადლობა თქვენ კიდევ რომ მოვიკითხოთ აქედან ის ქალბატონები, რომლებიც მღერიან მეგრულ სიმღერებს. აი რა გვარები მაინტერესებს. მარეხი მურმურია და ნინელი გელაძე. ძალიანაც კარგი. მიხარია. მეგრული სიმღერა ძალიან გზნობი არის და ისე კარგად ასრულებენ მოგზალებით და მორიდებით და ძალიან კარგი ხმის ტემბრი აქვს მართალი გითხრათ და ჩემგან დიდი მადლობა გადაეცით. დიდი მადლობა თქვენ. შემდგომ მესაუბროთ უნდა ახლა ჩვენ გავუშვებთ მეგრულ სიმღერას. Shukimento gorva me bomando da chirishia
დიახ და მესაუბრეთ ბატონი ემზარის შესახებ როგორ ბატონი ილია მოგახსენებთ დიახ რა უნდა გთხოვოთ დიახ ხალხონაზე იცით რა არის კათარზისის მუშაობასა და მის მთლიან აი მასე რომ ვისაუბროთ ჩვენ ეთერი არ გვეყო. ნუ ზოგადად მაინც მათ რო ჩავწვდეთ. როგორია მისი ჩართულობა თქვენთან? აი ეს მაინტერესებს. ბატონი ემზარის როგორი ჩართულობა თქვენთან? თუ ემზარის ფენომენი შემოვიჭრა ჩვენს არაჩვეულებრივი ხმით. 13 წელია დაახლოებით მეორე წელია ჩვენთან არის. კარგი მომღერალი, კარგი სიმღერა, კარგი სხვადასხვა რომ შეხედავ, აი თბილი კაცი არის და ამიტომ ჩვენ ეხლა ჩვენ გვექნება სულ უმოკლეს ვიდრემდე ვიტყოდი ემზარიზე ორიოდე სიტყვას ჩვენ გვაქვს ჩვენი შოუს ვაკეთებთ ეხლა 5 იანვარს 2026 წლის 5 იანვარს გვექნება ჩაწერა იმედის სახლში სადაც სუპერ ბებია სუპერ ბაბუა უნდა გამოავლინოს მთლიანად ჟიური ხო არის ბატონი ემზარის სუპერ ბაბუა ემზარიზე კიდე თრათ უკეთესად რუსთავორმა ნიჭიერი რომ იყო ეხლა გადიოდა და გადის კიდე ეხლა მომავალში იქნება მივაღებინე მონაწილეობა და ვამღერე ქართული კინოფილმიდან ბაშიაჩუკიდან ბაშიაჩუკის სიმღერა და სხვათა შორის ოქროს ღილაკიც კი მიიღო ოქროს ღილაკიც კი მიიღო გადავიდნენ ჩაეხვნე რაღაცა ენერგია თქვენი გადმოგვეცი ჩვენ და ასე შემდეგ ნუ ერთი სიტყვით მთელი დარბაზი ფეხზე დადგა რა გვარის არის ეს ბატონი ნიკოლაცი ქუთაისელი ემზარე ნიკოლაცი ჩვენი მეგობარი ძალიან სხვათა შორის დღეს ეხლა სოლისტია ჩემთან გულში თლიანად წამოყარა არაჩვეულებრივი ტენორია თქვენის ნებართით გავუსვათ მაშინ ეხლა ბატონი ემზარის სიმღერა კინოფილმიდან ბაშიაჩუკი ემზარ ნიკოლაძე ხო Jenny
შემდგომ მე ამბეთ ჩემო ძვირფასებო, აი საახალწლო ცეკვა ველოდება, აბა ესეთი გრანდიოზული ღონისძიება არის ჩვენთვის ახალი წლის მზადება. დიახ. მთელი შემართებით, მთელი ჩვენი მეგობრები, მომღერლები, თეატრის მონაწილეები გადართული ვართ, როგორ გავართოთ, როგორ ვასიამოვნოთ ჩვენი ბენეფიციალები და მთელი შემართებით, ახალგაზრდული ენერგიით, თითოეული მონაწილე, თითოეული ბენეფიციალი გამოპრანჭული მოგრძანდება. დიახ, ყავს თოვლის ბაბუა ჩვენი, ბატონი ემზარ ნიკოლაძე. აჰა, თოვლის ბაბუა, თოვლის ბაბუა იქნება ჩვენი პატარა მსახიობი, კი ვთქვით გვარდასახელი. სნეგუროჩკა, თოვლის კი, სნეგუროჩკა. თოვლის, არა, სნეგუროჩკა როგორ არის? რა ასაკისა თქვენი? ფიფქია. ჩემი ახლა 13 წლის არის და 11 წლის იყო მაშინ, 10 წლის როცა ჩვენთან მოვიდა. ვინ არის ეს ბავშვი? სოფიო გიორგაშვილი. თქვენთან გვალამაზებს, გვამხიარულებს და უყვართ ბავშვი უყვართ, იმიტომ რომ ყველა თავის შვილს და შვილიშვილს ხედავს და კარგად და რატომ არ ეტყვი? რა უთხრა? სწორად, რომ თქვენი შვილიშვილია. თქვენ ესე გეხმარებათ, ხო? კი, რა თქმა უნდა. ღონისძიებაში, ყველა ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ცეკვავს ანსამბლში, თქვენი შვილიშვილი. დიახ. სახელი და გვარი უნდა გითხრათ. გითხარით სოფიო გიორგაშვილი უბრალოდ არის ჩემი შვილიშვილი, მაგრამ თვითონ ბატონი ილიაც ისე ღებულობს, რომ როგორც შვილიშვილი, დიდი სიყვარულით და ურთიერთობა აქვს Facebook-ით საშუალებით. ეხლა უნდა შემეჩვიოს, ვაჟამე უნდა ვითამაშო და ეხლა ვაჟაში უნდა გამითავისოს თავის შვილიშვილად. დიახ. ჩვენ ახლა ვცეკვავთ თავისუფლად. აი გემრიელად რომ იტყვიან რა ხელს რომ გავშლით და ვიცეკოთ რა გავიმხიარულოთ ჩვენი ცხოვრება და ვართ რომ თავდება ახლა დამთავრდა ხო კონცერტი რომელიც ფოიეში ტარდება მე ვაგრძელებთ სცენაზე ყავს ჩვენი მოცეკვავე გოგონები მოცეკვავე ბულბულები ასე ვთქვათ შევარდით ქეთევან ქევხიშვილი მაგალითად დაუკრავს თუ არა მუსიკა უცებ ხელები დათავს ძალიან ამასი მოცეკვავია კი ჩვენი ჯანათა ისიც ჯანათას ვეძახი მე უკაცრავად ამ სახელზე მაგრამ სპექტაკლიდან არის დედამთილი ჯანათას ვეძახი ციცინო ქარუმიძე ძალიან საყვარელი და ჩვენ მეგობრები ვიცავთ მოკლედ ყველა ერთად ვართ თეატრშიც სიმღერაშიც ერთად ვღერით ზოია წიკრაური არაჩვეულებრივი მოგონა და აი აქ მიხარია რომ კიდევ ერთად ვართ და თქვენ ნახავთ იმ ნაწყვეტს სადაც სცენაზე ჩვენ დროს ვატარებთ ლამაზად გამოფრანჭულები ჩვენს ბედოლე მეგარმონეს და მე აქვე დავამატებ დაამატეთ მე მინდა თლიან თელ საქართველოს პირადად თქვენ სტუდიას თქვენ პირადად თქვენი ოჯახით მინდა რომ მოგილოცოთ წინასწარ 2000 დამდეგი 2026 წელი შემოებიჯებინოს მთელი საქართველოსათვის და თელ მსოფლიოში მშვიდობით თავარი და ერთი თოფი არ გავარდნილიყოს გისმინოთ ღმერთმა თავარი აი ეს ჩვენ სტიმულს გვაძლევს ყველაფერი თავისუფლად ავართ ყველანაირად არა ვართ შეზღუდული აი ადმინისტრაციიდან ყველაფერი ისეთი კარგად მუშაობთ ახლა ჩვენ აი ბევრი საინტერესო რაღაცები კეთდება ჩვენთან ისეთი რას აი მოხუცებული ისე ყველა ოჯახშია მოხუცებული რა თქმა უნდა დებებია ბაბუა დედა მამა ამიტომ თუ ჩვენ მას არ მივეცით სტიმულის სამომავლო ცხოვრება რა დარჩათ მათ ერთადერთი ეს არის ეს საბოლოო ჩვენი და ამიტომ იქამდე ხო უნდა მივიდეს ადამიანი აი ეს აიღო ჯუხი გვაქვს ხელში დაკავებული ბებიას ბაბუას ავსიმღერით რო ხედავს რომ სცენაზე თავის იმ ასაკის თქვა 80 წლის ადამიანი ცეკვავს მღერის რა ვიცი რა და ამ დროს
აიღო ეჯოხი და გადადო გვერდზე. თუ ის ცეკვავს, მე რატო არ უნდა ვიცეკვო, უნდა ვიმღერო. ეს არის სტიმული ყველა ხანდაზმულისათვის. ამიტომ ჩვენ ხანდაზმულებისათვის აი ეს ამიტომ აკეთებს ეს ძალიან ჰუმანურ დახმარებას ყველასათვის, რომ ჩვენც დავბერდებით. მაგრამ სიბერის არ უნდა გვეშინოდეს. მართალია. მაშინ ჩვენ თქვენი სახელით გავუშვათ ახლა ჩვენ საახალწლო ცეკვა. მგონი ძალიან სახალისოც იქნება. სხვათა შორის უკვე ნაძვისფე ჩვენთან დავდგით. ძალიან დიდი ნაძვისფე. ფოიეში გიდგას უკვე და ჩვენ უკვე ვიწყებთ ახლა საზეიმოდ ყველაფრის მზადებას. ჩვენი რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენ ტრიო ყავს. მომღერალთა გუნდი. და კიდევ ვაგრძელებთ კიდევ შემოქმედებით მუშაობას, ფართოდ უნდა გავშალოთ ფრთები და მხრები. ღვთისმშობელი გადმობრძანდა საუფლოდან, ცაზე მისი ბრწყინვალება ემთო, ქართველები მუხლმოყრილი ებედრება, საქართველო დაგვილოცე ღმერთო. ამინ. და აქ სიმღერა მინდა რომ ჩვენმა გოგონებმა, ჩვენმა მეგობრებმა შეასრულონ, შევასრულოთ. დაილოცო საქართველო. საქართველო. დიახ, რომლის გარეშეც არ შეიძლება დამთავრდეს ან დავიწყოთ ჩვენი კონცერტი, ჩვენი ღონისძიება და ყველა ჩემს მეგობარს მოვიკითხავ თუ რომელიმე გამომრჩა მაპატიეთ. წარმატებები მინდა მგონი ყველა არის. მე მინდა ყველას წარმატებები უსურვოთ ჩემს თეატრს, ნოსტალგიის თეატრს, რომელიც ბატონმა ილია ნიშნიანიძემ დაარსა და თქვა თავის ჩვენს მომღერალთა გუნდს, ჩვენს ყველა წარმომადგენელს ვინც არიან და კვლავ შემოქმედებითი წარმატებები და მრავალი სიკეთე გქონოდეს. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა კიდევ კათარზის, დიდი მადლობა. აქვე ერთი რაღაც უნდა ვთქვა მნიშვნელოვანი. შეიძლება ცოტა გადახვევა იყოს, მაგრამ ყველას დიდი მადლობა, რომ განსაკუთრებულად არის ერთი თანამდებობა დედა. აი ასეთი თანამდებობა დედა და შევდივარ, იცით როგორ? მე დედა არ მყავს დიდი ხანია, უკვე 20 წელია, მაგრამ იცით რა რომ მივმართავ დედა, ქალბატონო მანანა, ეს მე ცაში აღმაფრეს და თითოეული ჩვენი ბენეფიციარი ძალიან ბედნიერია ამ სიტყვას როცა ამბობს და აქედან მე აი ამ გრძნობით მთელი სულით და გულით ვარ ყველა. მე შეიძლება გამოვხატავ ჩვენი ბენეფიციალები, ამას გამოვხატავენ აი ამ ქალბატონის მიმართ ძალიან ყურადღებიანი და ძალიან აი დედა. ველა, მე დიდი მადლობა კიდევ თქვენი ეთერით მინდა ვისარგებლო და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მთელ კათარზისის ადმინისტრაციასა და ყველა მომსახურე პერსონალს. იცით რა არის 450 ბენეფიციალის გამოკვება, მათი მომსახურება, მათი ყველა ატმოსფერო შეუქმნა ისეთი, რომ ხალისით გავიდეს ჩვენი კათარზისიდან, ამას ყველაფერს აკეთებს აი ეს ჩვენი მომსახურე პერსონალი. ყველა დეტალურად, ყველა თავის საქმეს აკეთებს. ამიტომ თავისი ჩვენი პრეზიდენტის სახელით ყველას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, დიდი წარმატებები მინდა ჩემზე რაც არის დამოკიდებული როგორც სამხატვრო ხელმძღვანელზე და რეჟისორზე, მე ყველაფერს გავაკეთებ. თეატრი იქნება, სიმღერა იქნება, გუნდი იქნება, ინდივიდუალური შესრულებები და ასე შემდეგ. ალბათ აქვეც ერთხოთ
ნუ დაგვივიწყებთ და თქვენს შემოგვიერთდით ჩვენთან ერთად, შემოგზავნით ჩვენთან, გადაიღოთ, იქნება გაუშვათ ეთერში, თქვენი ტელევიზია ძალიან პოპულარულია, ნახონ ყველა მოხუცებულებმა და წავიდეს ეს ეთერში ძალიან კარგი იქნება. მე დიდი მადლობა თქვენი ტელევიზიის. შევეცდები ყოველივე სურვილი მეც მივიღო რაღაცა შემონაწილება, დიდი სურვილი მაქვს და აი სწორედ ამ სურვილმა მომიყვანა თქვენთან და გთხოვეთ რომ მობრძანებულიყავით და უდიდეს მადლობას გეუბნებით თქვენ რომ ოქროს წუთები ახლა გაიმეტეთ და მობრძანდით ჩემთან გადაცემაში და მინდა თქვენს ყველა წევრს ვინც ხელმძღვანელობთ ამ საქმიანობას აი თქვენ ბრძანეთ ეხლა რომ ყველა პერსონალს დიდი მადლობა გადაუხადო აქედა რომ დიდი რუდუნებით ექცევიან ამ ბენეფიციარებს და ჩართულები არიან მათი ცხოვრების გალამაზებაში და ჩემგან უდიდესი მადლობა პერსონალს პირველ რიგში და შემდგომ ყველა ბენეფიციარს მეუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს ჯანმრთელად იყვნენ გონებრივათაც იყვნენ ძალიან კარგად ეს მნიშვნელოვანია და საუკეთესო სურვილები გისმინდა გისურვოთ თქვენ ჩემო სტუმრებო და თქვენი სახელით დავემშვიდობებით ჩემს ძვირფას მაყურებელს და ვეთქვი მადლობას რომ მოგვისმინეთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.